ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, ჩვენი ძირითადი კულტურებია ლურჯი მოცვი, ჩაი, ყველასათვის ცნობილი იყო, რომ ჩაი ოდითგანვე გურიის რეგიონში და კერძოდ კონკრეტულად ვაიტურშიც იყო ძალიან განვითარებული. ჩვენი პირველადი მიზანი არ იყო ჩაის კულტურის ასე ვთქვათ წარმოება, მაგრამ შესაბამისად გარკვეული ცოდნით აქ რაც დაგვდა იმ პირობებით, რაც ჩვენ აქ მივიღეთ, აღმოჩნდა გარკვეულ ტერიტორიაზე მიუყარებელი ჩაი, რომელიც დაახლოებით 70-იან წლებში არის დარგული, ტროპიკული ზონა ეხმარება ჩაის კულტურას იმ კონდიციამდე მივიდეს და ისეთი არომატები და ისეთი შესაბამისი ხარისხის ფოთლის მიღება მოხდეს, ასეთი მზის რაოდენობა, ასეთი ასე ვთქვათ კლიმატური პირობები მხოლოდ აქ არის. შესაბამისად, ეს არის ის უნიკალური ადგილი, სადაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ გურიისთვის დამახასიათებელი და მხოლოდ და მხოლოდ ლაითურისთვის დამახასიათებელი ჩაის პროდუქციის წარმოება. ზუსტად ამ პროექტის მიზანიც და მწვანე გურიის პროექტის მიზანიც ის იყო, რომ გარკვეული სიახლე დაგვენერგა თვითონ ჩაის ტექნოლოგიაში. ეს უშუალოდ დაკავშირებული არის დაბალ ტემპერატურაზე ფოთლის ღნობასთან, უფრო სწორად რომ დავაზუსტოთ, მინუს ტემპერატურაზე ფოთლის ღნობასთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჩვენ მაცივარი უკვე გვაქვს მოცვის წარმოებისთვის, შესაბამისად ჩვენ ასე ვთქვათ გეგმავთ, რომ ჩაის ტექნოლოგიის პირველი ციკლი ღნობა მოვახდინოთ მინუს ტემპერატურაზე და შესაბამისად მოვახდინოთ ამ სახის პროდუქციის მიღება, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული არომატების არის, აბსოლუტურად სხვა გემოს დამახასიათებელია და ჩვენი აზრით ეს იქნება გარკვეული ასე ვთქვათ ნოუ-ჰაუ, რომელიც ქართული ჩაისთვის იქნება დამახასიათებელი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მწვანე გურიის პროექტის ფარგლებში მოვახდინეთ ჩვენი აპლიკაციის წარდგენა, შესაბამისად ამ აპლიკაციის დადასტურება და უკვე ვართ იმ ეტაპზე მისული, რომ ყველაფერი ადგილზეა და შესაბამისად პროდუქცია როგორც იქნება მიღებული თვითონ ფოთოლი, შემდეგ უკვე მოვახდეთ მომავალ წელს მის წარმოება.